Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ უკვე სტუმრებთან ერთად უბრუნდებით. მოკლედ სანამ სტუმრებთან დავიწყებთ საუბარს, მინდა აღვნიშნო, რომ 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს 83 წელი უსრულდება ილია მეორეს, რასაც ჩვენი საყვარელი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი საკუთარ შემოქმედებით საღამოს უძღვნის. ძალიან კარგ თემაზე ვსაუბრობთ. ბატონ ჯემალი ჩვენთანაა, ასევე საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოკიტაშვილის ჩვენთან არის და ძალიან მალე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები და მონაწილეები შემოგვიერთდებიან. მანამდე კი პირველი კითხვით, რა თქმა უნდა, ბატონ ჯემალთან გადავალ. პირველ რიგში ეს უმნიშვნელოვანი თარიღი არის არა მარტო ალბათ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, რადგან ჩვენ და ბედნიერად და ჩვენ და საამაყოდ გამორჩეული ავტორიტეტის მქონე პატრიარქი გვყავს და საინტერესოდ თქვენ პირადად როგორ გადაწყვეტეთ, რომ შემოქმედებითი საღამო სწორედ ამ დღისთვის დაგემთხვიათ. იცით, ჯერ ერთი ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება, მერე კიდე ეს არის იმხელა დიდი პასუხისმგებლობა, ესეთი აი როგორ ვთქვა, დიდი კაცი, უზარმაზარი კაცი, აი რაღაცა არის, ხო, პატრიარქი ჩვენთვის და უცებ მე ერთი სიტყვით შემოქმედებით საღამოს დავარქვით მიყვარხართ და ამ საღამოთი ჩვენ ყველას გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა პატრიარქის მიმართ, მისი უწმინდესობის მიმართ და თითეული მსმენელის მიმართ. ძალიან მართლა შთამბეჭდავი საღამო იქნება, დარწმუნებული ვარ და გვიხარია, რომ ამ თემაზე ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ. ესე იგი, ძალიან ბევრი რამე ხდება ერთდროულად. პირველი ის, რომ ესე იგი, ბატონ ჯემალის შემოქმედებითი საღამო იქნება, მეორე ის, რომ კონცერტი ეძღვნება უწმინდესსა და უნეტარეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ და მესამე ის, რომ ეს ყველაფერი არის საქველმოქმედო. აი ამ ყველაფერზეც რომ მოგვიყვე. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონმა ჯემალიმ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ღონისძიება. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება არაჩვეულებრივი საღამო, თბილი. ღონისძიებისთვის მზადება უკვე თებერვლის თვიდან დაიწყო, როდესაც მისმა უწმინდესობამ ლოცვა კურთხევა მისცა ბატონ ჯემალს ამ საღამოს ორგანიზებისათვის. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა. ორგანიზატორი მთავარი შენ ხარ. ნუ დაგავიწყდება. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერითაც ტარდება აღნიშნული ღონისძიება, საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერის კულტურულ ღონისძიებების ცენტრს. და ამ ღონისძიების მზღვეველი არის სადაზღვევო კომპანია არდი. ახლა ეს რატო ჩამოთვალე ყველაფერი? იმიტომ რომ ამ ადამიანებმა აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს ის, რომ 4 იანვარს ფილარმონიაში მოსულმა მაყურებელმა ნახოს ის საოცრება, რა საოცრებაც თებერვლის თვიდან მომღერლები თავის საყვარელ კომპოზიტორთან ერთად უმზადებენ იქ მოსულ მაყურებელს. თქვენ თავში აღნიშნეთ, რომ ღონისძიება არის საქველმოქმედო. ჩვენ ამ დღეებში საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ თედო კობახიძესთან გავაფორმებთ მემორანდუმს და ამ კვირაში იწყება საქველმოქმედო აქციები 7 იანვრის ჩათვლით. ამ ღონისძიებაზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობა მოკლებულ მოხუცებსა და ბავშვებს. ჩვენ რამოდენიმე ოჯახში მიგვაქვს რამოდენიმე მანქანაში, არ მიყვარს საერთოდ ამ თემაზე საუბარი და მე ვფიქრობ, რომ როგორც პატრიარქმა ბრძანა, ჩვენ ამ ადამიანებთან რომ მივიდივართ, ვეუბნებით, რომ ისინი ჩვენ გვიყვარს, გვახსოვს და მუდამ ჩვენს გვერდით არიან. და აი ამ ღონისძიებას აქვს ორმაგი რამ ზეიმი არის და ზეიმია იმ ხალხისთვის, რომელ ხალხსაც უხარიათ, რომ თქვათ ისინი კიდე ვიღაცას ახსოვართ და რაღაც საჩუქრების საახალწლო მიგვაქვს. როდესაც ქველმოქმედებას აკეთებ, არ უნდა ილაპარაკო. მე მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ აი ის, რაც 4 იანვარს შემოსული თანხა, მათ მინდა უთხრა, რომ ისინიც მონაწილეობენ იმ დიდ საქველმოქმედო საქმიანობაში, რაც ჩვენ აი ამ კვირაში დავიწყებთ. გასაგებია, რომ არ გსიამოვნებთ ქველმოქმედებას საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხაზგასმითაც უნდა აღინიშნოს ეს, იმიტომ რომ მასტიმულირებელი შეიძლება ეს ვიღაცისთვის იყოს და ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრმა მოგბაძოთ კიდეც. ეს კი გადასარევი ამბავი იქნება. მოკლედ, სანამ ჩვენ საუბარს გავაგზავნებთ, ამჯერად მინდა სტუდიაში მოვიწვიოთ და მოვიპატიჟოთ ქალბატონი მაია ჯაბუა. მაშინ მაია იმ
სიმღერებს, მაშინ იმედს ექსკლუზივს ეთყვი. იმედს მოდი, მოგზადით. ესე იგი, მე როგორც ვიცი რაღაც საინტერესო ამბავზე უნდა მოგვიყვეთ, მაგრამ ხომ არ გირჩივლეთ ეს ყველაფერი სიმღერის შემდეგ აი, მაშინ სიმღერას მე ვეთქვი. შეიძლება აღელდეს და ვეღარ მივღეროთ ისე. რატომღაც მუდამ სადღაც ვჩქარობთ ზოგჯერ გრძნობებს ფანტავთ ქარდაქარ გადის დრო და მერე ამას ვნანობთ ნუ თუ ყველაფერი დამთავრდა ალბათ გვიან მაგრამ მაინც ვამბობ მენატრები ახლა სადახარ ასე შორს და მაინც ასე ახლოს ქვეყნაც ხო არავინ არ ამყავს ჯერა რომ შენს ყველაფერი გახსოვს გაგონდები ხანდახან გარეთ თოვდა იდგა თეთრი ზამთარი მაგრამ მაინც სითბო იყო გულში რამ გამახსენა ეს ზღაპარი ნუ თუ შენ სიყვარულს ვეღარ გადაურჩი დღეს მენატრება და სად არის ის რაც მხოლოდ ჩვენ იყო გულში ხდება და არ ვიცი რა იქნება ხლა გადის დრო და გული მაინც ხვდება სიყვარულს რომ ბოლო არ აქვს გადის დრო და სინანული რჩება ყველაფერი დამთავრდა გარეთ თოვდა იდგა თეთრი ზამთარი მაგრამ მაინც სითბო იყო გულში მე მოვიგონე ეს ზღაპარი მაგრამ შენ სიყვარულს ვეღარ გადაურჩი როგორ თოვდა იდგა თეთრი ზამთარი მაგრამ მაინც სითბო იყო გულში დღეს მენატრება და სად არის ის რაც მხოლოდ ჩვენ იყო გულში ბრავო და ასევე დავარქვით მე და ქალბატონმა ირინა სანიკიძემ მაიას რომანსი. და ალბათ ძალიან ემოციური არის სიმღერა. არა რომ მაიას პატრიარქს უწვნით ამ სიმღერას აქვე მინდა გითხრათ, რომ კონცერტზე არის ახალი სიმღერები, მაგრამ არის აგრეთვე ძველი
მონატრებული ჰიტები. თუმცა უნდა აუცილებლად მოვისმენთ ერთ-ერთ მაგრამ მე მაინც მათგანს დღეს მოვისმენთ და მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით საქართველოში ძალიან ბევრია კარგი მომღერალი. მე წდება გული რომ ბევრი ვერ იღებს მონაწილეობას ამ კონცერტში, იმიტომ რომ აი ესე მოხდა. და რა ვიცი, გეწყინებათ, ჩემები ხართ, მე თქვენი ვარ, მომღერლებს ვეუბნები და აი ესე არა. დროში შეზღუდული ვარ, რომ კონცერტი იქნება საათი და 50 წუთი. დათოს ძალიან საინტერესო ინფორმაცია, ექსკლუზივი არის იმის სტილის ეთერში. საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 30 იანვარს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება ქალბატონ მაია ჯაბუას წყალსა. აჰა, დაპრიგე. არიცოდა, ეხლა რომ გავალ ბეჭდუბებ, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც ყველაფრის ღირსია და დანარჩენი 30 იანვარს. მე მგონი დიდი ხნის წინათ იყო მაია ჯაბუა ამის ღირსი. ჩარეცხილი იყო. კილო ცალკეულად. ჩარეცხილების კუთხე ცალკეულად. ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ვისაუბრებთ 30 იანვრამდე დიდი დრო არის, მაინც დღევანდელ დღეს უფრო კონცერტის და ამ საღამოს შესახებ საუბრობთ. ალბათ ძალიან დიდი პატივი არის, როდესაც აი ამ სიმღერას და პასუხისმგებლობა ამავდროულად, როცა პატრიარქს უძღვნის სიმღერას. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუხედავად მრავალი წლის მოღვაწეობისა, არასაპასუხისმგებლო კონცერტი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომელ სცენაზე ხარ, რა რაოდენობის მაყურებელი, ყველა ძალიან საპასუხისმგებლოა და ეს კონცერტი კი რა თქმა უნდა განსაკუთრებული პატივია, განსაკუთრებული სიყვარულია და მართლა და გამორჩეული კიდე გრძნობა არის, რომ იცი საერთოდ ვის ეძღვნება და ვისთვის მღერი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი ახალი სიმღერა არის ამის შესახებ უკვე ითქვა, სულ რამდენი ნომერი იქნება ნაჩვენები? დიდი ხანია არ გაუნდათ. ყველაფერს არ გეტყვით რა, ახალი სიმღერებიც არის. იცით როგორ არის კონცერტის სპეციფიკიდან? მე უფრო მეტი ახალი სიმღერა ვიდრე აჟღერდება ამ საღამოზე, იმიტომ რომ მაყურებელს უყვარს თავის საყვარელი სიმღერა. ხო, ვერ იტანს ისე ბევრი ახალი სიმღერა. როგორც არ უნდა ჯობდეს, თქვათ, მის საყვარელ სიმღერას, ხო, მაინც ისევე პირველი მოსმენით ისევე ვერაფასებ. ისევე ვერაფასებ, ხო. ამიტომ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ ახლებურ დრამატურგიას იმ სიმღერებს. ანუ არანჟირება იქნება. ბევრი კი, არანჟირებაც, შემსრულებელი შესრულებაც და აი ცოტა გაკვირვებული დარჩება. ესე იგი ძველი სიმღერების ახალი ვერსია. რეჟისორი არის გოჩა კაპანაძე, მხატვარი არის თამარ ფოცხიშვილი. საქართველოში პირველად ფილარმონიის სცენაზე გამოყენებული იქნება დაახლოებით 100 კვადრატული ეკრანი. ამ ეკრანს ექნება 100 კვადრატული მეტრი. ხო, ნუ 100 კვადრატული თქვი, ხო, ეკრანი. თვითონ სიმღერაზე იქნება უკან ის კადრები, რაც ამ სიმღერას შეესადაგება და სცენა აბსოლუტურად იქნება სხვა რაკურსში მოწყობილი და საშობაო განწყობა იქნება და ის აზემო განწყობა იქნება, რისთვისაც მთელი საქართველო 4 იანვარს იზეიმებს ჩვენ უწმინდესის დაბადების დღეს და მადლობას გადაუხდის ჩვენ საყვარელ კომპოზიტორს ასეთი ლამაზი საღამოსათვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება არაჩვეულებრივი ლამაზი თბილი საღამო, იმიტომ რომ საღამოს სახელწოდებაც არის მიყვარხართ. აიჭი არ გვეპარება რომ ასეც მოხდება. მოკლედ ჩვენ კიდევ ერთ სიმღერა უნდა მოვისმინოთ, თუმცა სანამ მოვისმენთ, მცირეხნიანი რეკლამა ვნახოთ თუ შეიძლება. მე მეგონა თბობით გული გამიტვა თურმე ვხვდები შენი ცეცხლის დაგავითა ვეღარ ვამჩნე თარის თუბარია როცა გული შენთან მუბარია ვეღარ ვამჩნე თარის თუბარია როცა გული შენთან მუბარია
ის დაძარი წყნარია სიყვარული ტკბილია და მაწარეა თუ სურს დატკბე ბულბულის სამღერითა დამიცახე მათ გავჩდები ფრენითა თუ მიშველი ისევ შენ თუ მიშველი შენი თმის და შენი თვალის გიშერით ცხადში როცა ვერ ამწები მზერითა სიზმრად ხადავ საფირუზის ფერითა სიზმრად ხადავ საფირუზის ფერითა სადაც შეხარ ის დაძარი წყნარია სიყვარული ტკბილია და მაწარეა თუ სურს დატკბე ბულბულის სამღერითა დამიცახე მათ გავჩნები ფრენითა დატკბე ბულბულის სამღერითა დამიცახე მათ გავჩნები ფრენითა დამიცახე მათ გავჩნები ფრენითა Bravo, აი სწორედ ასეთ ახლებურ ვერსიებზე საუბრობ. ვიეცა სიმღერას და მართლა ძალიან სასიამოვნო ისმინება, ეს განსხვავებული არანჟირება ძალიან მოუხდა და საერთოდ იქნება ასეთი. ძალიან სასიხარულო. საინტერესო საღამო გველოდება, ძალიან დიდ იმდენად საინტერესო საღამო, რამდენიც მნიშვნელოვანია. ზურას ვკითხოთ. და ზურას იგივე კითხვით პრინციპში ბევრი იქნება ასეთი, მაგრამ ასეთი არც ერთი. ყველაზე მაგარი იმითაც იქნება ეს საღამო, რომ ბევრი მონატრებული მომღერალი, მონატრებული ჰიტი გაჟღერდება და ზურა შენც იგივე კითხვით მინდა მოგმართო, რამდენად მონატრებულებში გავდივარ თუ არა? არა, აი ამ კონკრეტულ შენ პროექტი არ დატოვე, ვის მოანატრე თავი ყველგან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია და წერანდელ ბატონ ჯემალის ნათქვამს გამოეხმაურები, ანუ ვინმეს წყენას არ წყენის თაობაზე მომღერლების რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ჩვენ ბატონ ჯემალის საავტორო კონცერტზე პირველად ვიღებთ მონაწილეობას და მით უფრო არა ომი არ აგიტეხია. რა თქმა უნდა ჩეულებრივი მოვლენაა და დიდი პატივია რა თქმა უნდა ჩვენთვის მით უმეტეს ასე გწყდებოდათ მანამდე რო არ იყავით ხოლმე. არა ნუ ახლა გული ზოგადად იმდენავაზე გწყდებოდა. ცხოვრების მანძილზე მაგრამ რა თქმა უნდა მთავარია ამ საღამოს რაც შეეხება ძალიან დიდი გულის პანცქალით შეიძლება ითქვას ველოდებით ამ დღეს მით უმეტეს ესეთი დღე არის ესეთი დიდი დღე არის შეიძლება ითქვას ყველანაირად დატვირთული და ძალას და ღონეს არ ვიშურებთ ბატონი ჯემალიც არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ მოვდუნდეთ რა თქმა უნდა და როგორი მობილიზებულია თვითონაც ხვდებით ალბათ და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ აი ეს ლამაზი დღე ვაჩუქოთ მთელს ქვეყანას და ერთმანეთს. მოკლედ შევახსენოთ მაყურებელს რომ 4 იანვარს გაიმართება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფანტასტიკური კონცერტი რომელიც ეძღვნება პატრიარქს მის დაბადების დღეს და შესაბამისად ნებისმიერ თქვენგანს უკვე გაქვთ შესაძლებლობა მობილიზება გაუკეთოთ საკუთარ თავს და მიბრძანდეთ შეიძინოთ ბილეთები და რაც მთავარი ეს არის საქველმოქმედო საღამო. თითოეული თქვენგან იქნება ამ ყველაფრის თანამონაწილე ქველმოქმედების და კიდევ ერთი მაგარი ამბავი გავიგეთ, ოღონდ ამაზე უკვე პერსონალურად მაია ჯაკუმას შემდეგ ეთერში გავესაუბრებით.
დიდ მადლობას გადაგიხდით სტუმრობისთვის და თუ რაღაც თქმა გინდოდა ბოლოს. ამ საღამოს დაასრულებს არაჩვეულები, იმიტომ რომ მე არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში შოთა რუსთაველის ლეგზე ვიღაცას დაეწერო სიმღერა ბატონმა ჯემამა გააკეთა არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელსაც ასრულებს საპატრიარქოს გუნდი, გორის ქალთა კაპელა, საბავშვო გუნდი, ნუ სამი სოლისტი. მთლიანად კონცერტში მონაწილეობს დაახლოებით 300 კაცი და აი ეს კონცერტი დასრულდება ზუსტად აი ამ შოთა რუსთაველის ძალიან მაგარია, ველოდებით სულ მოუთმევათ, მართლა წარმატება მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა. სტუმრობისთვის მადლობა თქვენ და ახლა კი ძალიან საინტერესო ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს. Crown Plaza ბორჯომი სასტუმრო, სადაც სასიამოვნოდ დაისვენებთ 23 დეკემბრიდან მზადა სტუმრების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად იანვრიდან იხსნება ის. თუმცა დაუვიწყარ საახალწლო შეხვედრებს გთავაზობს სწორედ Crown Plaza ბორჯომი. ამ ყველაფრის შესახებ უფრო ვრცლად ანი ჯამაგიძე მოგვიყვება, მოусმინოთ მას.